პროტესტზე დავდივარ მთელი ცხოვრება. მე ვარ ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭეჭენაძის დედა. როგორც კი მთავრობა მოდის ახალი, იმავე დღიდან ვარ პროტესტში და ვარ ოპოზიციაში. ასე ვიყავე წინა ხელისუფლების დროსაც. ეხლა რაც ხდება, მე არ მახსოვს ესეთი. კი ბატონო, ნაცების დროს იყო ადამიანის უფლებების დარღვევა საშინელი და მაგიტომაც ბოლოს შეიცვალა და წავიდნენ, წააგეს არჩევნები და წავიდნენ. მანამდე იყო შევარდნაძის პერიოდი, ხო? მაგრამ აი მსგავსი, რომ ქვეყანა ადგნენ და გაყიდეს და ისევ რუსეთთან უნდა რომ მიუერთონ. ეგეთი რამე არ ვიცი, მე არ მოსწრება შევარდნაძეც კი არ აკეთებდა ამას. ძალიან მტკივა გული რა ჩემ ქვეყანაზე, ძალიან მტკივა გული, ძალიან მიყვარს და ძალიან მეწოდება ჩემი ქვეყანა. ზოგჯერ ისე მეწოდება, რაღაცნაირად ფორმითაც კი ვხედავ ხოლმე რაღაც ძალიან ეს მარტო ის არ არის რომ ანდროა დაჭერილი და ეხლა ანდრო რომ გამოვა წყალსაც წაუღია ხო ეგ ხო არ არის ეგრე. ძალიან მძიმეა ძალიან ესეთი რაღაცები რო ხდება შენ ქვეყანაში და ანგრევენ ყველაფერს რაც გაკეთდა და აშკარად გაკეთდა და უკვე ერთი ხელის გაწოდება იყო საჭირო რომ ევროპულ სახლში მოუხვედრილიყავით. ყველაფერი დაანგრიეს. ანდრო რომ წაიყვანეს, დავიწყე ფსიქოთერაპიაზე სიარული, იმიტომ რომ მივხვდი რომ ესე ვერ ვმკლავდები ჩემით. და მომეხმარა ის ვახსენე ის ადამიანები, რომელიც გვერდში მედგნენ, ანდროს მეგობრები, რომლებმაც ნამდვილად გადამატანინეს ეს პერიოდი და დღესაც ესე გრძელდება. არ მეგონა, რომ საფეხზე დავდგებოდი. მართლა არ მეგონა, მაგრამ ძალა თვითონ ანდროც მეხმარება, რომ ანდრო ისეა და ისე შემართებით არის, რომ მე რატო როგორ უნდა დავეცე, როცა თვითონ ადამიანი რომ ჩაკეტილია, არის მხნედ და მძლიერად და ეს გადმოდის ჩემზეც. და ადამიანებზე საერთოდ ზოგადად ხა რუსთაველზე რო ადამიანები დგანან, ხალხი ხო? როგორ შეიძლება მათ უყუროთ და მე ლოგინში ჩაწვე. და მე არ შემიძლია ცუდად ვარ. ამას ხო ვერა. ამიტომ ვარ ვცდილობ რომ ვიყო მხნედ და ვიქნები კიდეც და შიშის გრძნობა საერთოდ არ მაგრამ რა უნდა დამემართოს ერთი სიკვდილია და თუ თავში ჩამწხეს და მომკლეს რა ვქნა ეხლა. მაგრამ ეს არის რა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანების ერთად დგომა. ძალიან მნიშვნელოვანია. მაგას ეგ პრინციპში ვიცოდი, მაგრამ ესე მაინც ეხლა უფრო ვიგრძენი. სიცილის თერაპია, რომელიც არის დიდხანია უკვე რამდენიმე წელია ეს დაარსდა საქართველოში და უკეთილშობილეს საქმეს აკეთებენ. ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ანდრო, ნინო ბოლქვაძე ანდრო. ეს რომ მითხრა, რომ ამას აპირებს და ეს ამაგარი რაღაცაა და ეს გავგიჟდი, მაშინ პირველად ასნაირად ანდროს მიმართ კიდევ უფრო ამიმაღლდა და შედგა იქაც გუნდი შედგა, იყო ტრენინგები, კასტინგები, იმიტომ რომ იქ ფაქტობრივად ბოლო სტადიის ბავშვები, ვინც არიან საავადმყოფოებში, ვინც წვანან, იქ უნდა შესულიყვნენ და თვითონ ეს პროცესი, რაც აკეთებენ იქ და როგორ ართობენ ბავშვებს და ეს თურმე ტკივილ გამოყუჩებელიც არ ჭირდებათ იმ ბავშვებს იმ დღეს, როდესაც იღებენ ამ დადებით ენერგიას და ემოციას. ამდენად ვფიქრობ, რომ ალბათ ყველაზე მაგარი საქმეა, თუ კი რამე უფიქრებიათ და ძალიან უყვარს ეს თავის საქმე. მძიმეა ძალიან მძიმეა. ანდროს მეგობრები არიან მსახიობები, რომლებიც
შედიან ბავშვებთან. ეხლა სხვათა შორის ცოტა ხნის წინ ანდროს მეგობრები, მსახიობები, რომლებიც არ არიან პროექტში, მაგრამ საჩუქრებით და იმითი შევიდნენ, გივიკო ბარათაშვილი, თორნიკ კებზიავა, ესენი გიგა დათიაშვილი შევიდნენ და მე რო გამოვიდნენ, მიზიარობდნენ, რომ ძალიან რთულია და ძალიან ძიმეა მსყურება და ამის ხო, მაგრამ ეს გუნდი ძალიან მზად არის და დატრენინგებულია და თვითონ ადამიანი უნდა იყო. ადამიანურად თუ არ მიუდექი და ეს ემპათია თუ არა გაქვს, იქ ვერ შეხვალ. ხო და აი ის ხალხია შეკრებილი, რომლებიც ამას ძალიან კარგად აკეთებენ, ხო. ხო და ეს ძალიან მაგარი პროექტია ძალიან. ეხლა ეგეც ერთ სული აქვს რომ გამოვა, ამასაც მიხედოს და კიდევ უფრო გააფართოს და კიდევ უფრო წინ წაიყვანოს ეს პროექტი ნინოსთან ერთად, ნინო ბოლკვაძესთან ერთად. ეს თქვენი ბიბლიოთეკაა? ეს ხო, ჩემი და ანდროს ფაქტიურად, იმიტომ რომ ანდროსაც უყვარს კითხვა და ძალიან ბევრმა გამომცემლობა, მაჩუკა წიგნები. ორი ამდენია შესული ეს რა არის? ციხეში. იმდენი წიგნი აქვს, ვეუბნები გამოვაგზავნე იმ პატარა სივრცეში. სადაც. ხო და აი თუ გამოვაგზავნა 2-3 წიგნს გამოვაგზავნე, გამოიტანა ეს წიგნები, რომ ცოტა ადგილიც განგინ თავისუფლდეს და ციხის უფროსი, რომელიც იცით ალბათ ტრაგიკულად დაამთავრა თავისი ცოცხლე, ის იყო არაჩვეულებრივი კაცი. აი არაჩვეულებრივი კაცი, რომლის სიკვდილმაც აი შოქში ჩაგვაგდო, იმიტომ რომ იმას უყვარდა ეს პატიმრები. ყველა არის, ესე იგი, მარტო ეს ბიჭები კი არა, ყველას მიმართ იყო ძალიან ესეთი რა, შემწყნარებელი და ძალიან ეხმარებოდა ამ პატიმრებს. ანდროს შემთხვევაშიც აი, რა ვიცი, აი მე ვიყავი მშვიდად მეძინა. რა უნდა ეთხოვა ანდროს, რომ დათოს არ გაეკეთებინა. აი წიგნებზე გამახსენდა. თაროები თხოვა და მოუტანა და დაუკიდა ეს თაროები, დაუკიდეს და შეალაგებინა წიგნები. რა ვიცი, აი ყველანაირად ეს იყო კეთილშობილი ადამიანი. რომელიც ძალიან იმოქმედა ჩემზე, ძალიან იმოქმედა, პანაშვიდზეც კი მივედი. ანდროსაც ძალიან იმოქმედა და აი გული მეკუმშება რომ ახსენდება. თვითონ საკანშიც ბიჭები, ასეთი ბიჭები რომ ერთად შეიყარენ და ერთმანეთისთვის არიან და ერთმანეთს უკეთებენ რაღაცა, ამხნევებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ჩვენ მშობლები ძალიან შეკრულები ვართ და ერთ ოჯახად ვართ. სულ ერთად. კი, ერთ ოჯახად ვართ და ისე მგონია რომ მთელი ცხოვრება ვიცნობ ამ ხალხზე. ძალიან მიყვარს, რაღაცა რამდენიმე დღეს არ არსებობს თუ ვერ ვნახეთ, ჯგუფი გვაქვს და იქ ერთმანეთს წერთ და ამაში ვართ ყველა და ერთად ვართ და ვინმე თუ ცუთხასიათზე ან ვინმე თუ შეუძახებთ ერთმანეთს და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, უკვე ნათესავებებით ვართ. და ჩვენ აქეთ და ბიჭები შიგნით ესე, ხო. ძალიან კარგი ადამიანები დაიჭირეს, ძალიან კარგი მართლა სუფთა და პატრიოტი ბიჭები. რა ვიცი, ეს ამოირჩიეს ეთყობა, ესეთ ვერ გავიგე რა. აქცია იყო ვენაში. ვენიდან არის? ხო, და ჩამომიტანეს ეს ხელმოწერები იქ. უცხოელების და ქართველების, ხო. კიდე წერილები მაქვს ქვეყნის Amnesty International-მა. Amnesty International აკეთებს აი თუ არის კინოფესტივალი სადმე უცხოეთში. ძალიან ბევრი გააკეთა ანდროსთვის. და ანდროს სახელი გასულიყო ქვეყნის გარეთ. და მე აი ამ რაც აქცია სავით არის, რომ ესე იგი ბანერები აქვს ანდროსი,
ფესტივალის, კინოფესტივალების, როარის, ხო? ხო. და იქ მე არის მაგიდა ეგეთი, სადაც კუთხე გაკეთებული, სადაც ნებისმიერ შეუძლია ეს იქნება პროდიუსერი, რეჟისორი თუ ჩვეულებრივი ადამიანი, შემოსული წერილი დაუწეროს და ძალიან ბევრი წერილები მაქვს მოსული ამ ხალხისგან. ეს არის ანდროს სპექტაკლიდან კვდები როგორც ქვეყანა მიშა ჩარკვიანის სპექტაკლი და ასეთი მიშა მაჩუკა დაბადების დღეს თვითონ რეჟისორმა ანდროს ეს არის ესკიზი მაგის სპექტაკლიდან ხო ეს გადაიღეს და ეს არის ნიკო წუწაობს იმაში შადრევის სკოლაში ეს არის წერილები კიდე ორიამდენი კიდე იქით მაქვს მართლა ისტორია 37 წელსო წერდნენ ერთმანეთს წერილებს და ანუ ომიდან ხო მაგას ვიფიქრებდი რომ მაგამდე მივიდოდა ჩვენი საქმე რომ აი 30-იან წლებს რომ მომაგონებდა ეს ყველაფერი მაგას ვიფიქრებდი როგორ ვიფიქრებდი მაგას